გამარჯობათ მეგობრებო, გავაგზავნოთ ჩვენი ამბები. მაგრამ ერთიანად ჩავწეროთ, იმიტომ რიაში ვარ, ხვალ ზეგ არ მეცლება და გავიხსენოთ ეს ჩვენი ამბები. სიტყვით უკვე ტაქსისტი არა ვარ და ორი თვით ჩემმა მეგობრებმა წამიყვანა წინა ვიდეოში რო თქვი, ასე რუსთავის გზაზე იყო სამხედრო ბაზა და იქ ვიყავი მძღოლა და იქ დავიწყე ჩემი აქტიურობა, ჩემი ცოდნის გამჟღავნება ამ სამხედრო ოფიცრები იყვნენ და დამყავდა ხოლმე ქალაქში, მაგრამ პარალელურად ვეძებდი სამსახურს და ერთ დღესაც ჩემი მეგობრის მეუღლე, რომელიც მარიოჩი, ასე პრესტო მასთან ახალი გახსნილი იყო ესა და მის გენერალ მდივარს იგაილ პორეცკის ებრაელი კაცი იყო, ჭირდებოდა პერსონალური მძღოლი, რომელიც სასტუმროს მოემსახურებოდა. დავწონე ეხლა ის აზრი რომ მქონდა რომ უნდა ტურისტი მეპოვა, უცხოელთა საქმე უნდა მქონოდა, ამაზე კაი ადგეს სად ვიპოვიდი და მოვეწყე მარიოჩი, მაგრამ ერთი სასაცილო ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომელიც მარიოჩი დამემართა. აი მაინც რა არის ბედი და შემთხვევები. თავისებური კაცი იყო, მკაცრი, მაგრამ ხო იცით აი ებრაელებს აქვთ ეს კონტროლის და იმით და ასე რომ შემომხედა თვალებში, ამწონა, გავისაუბრეთ იქეთური, აკეთური ინგლისური იცი და მანქანის ტარება ხო იცი მეთქი, კი მეთქი და აბა შენიციო. მომცა ეს ასეთი გასაღები ბრელოკის, ხვალ მოდიო. მეთქი სამსახურში მოვეწყე, მაგრამ მაინც ღელავ რა, ეხლა წარმოიდგინე სასტუმროა, იქეთური, აკეთური და გათენდა დილა, სამსახურში უნდა წამოვიდე და გასაღებს ვერ პოულობ სახში. ვაუ, ბიჭო, ქეკავთ მე და ჩემი მეუღლე სად არის გასათვლი სად არის? როგორი ახლა პირველი დღე, ცოტა რთული ხასიათის გენერალურ მენეჯერთან წავბოდიალდი მარიოჩი. და მივედი ამ იგაილთან და ვეუბნე მეთქი სამსახური დილით ავდექი მეთქი და გასაღებს ვერ პოულობ მეთქი. როგორ? აბა სად არის? არ ვიცი მეთქი და ეხლა რა უნდა ეთქვა? სად იპოვეო რა? ვაიმე, წავედი ისე სახში მივდივარ. ეხლა ხო ნერვიულობ, ეხლა მაშინ ისეთი წლები ახლა წარმოიდგინეთ ასეთ ადგილას მოხდი, ასეთ პრესტიჟულ ადგილას და ვარიანტი გივარდება ხელიდან. და უცბად ჩემი მეუღლე მირეკავს, რომ კაკო, გასაღები ვიპოვეო. მეთქი სად იპოვე? თურმე რა მოხდა, ეს გასაღები მედო იმაზე, ესე მაგიდაზე სამზარეულოში და მე მოხუცი მამინაცვალი მყავდა ასაკოვანად. ეს დაუნახია, აუღია და ეგონა რომ შპილკა, ქართულად როგორ შპილკა და შპილკების ყუჩი ჩავდა. და ნინო მიპოვა მან. ვაიმე, ისე გამიხარდა და წამოვედი და იგაილმა მიიღო და დავიწყე მუშაობა მარიოჩი. 4 წელია მარიოტი ახლა ყოველთვის ეს ისეთი ბრენდია, ცნობილი ბრენდია და უცბად ნახეთ რა გარემოში მოხდი. ქუჩური ბიზნესით, ამდენი ჩუბების, ამდენი ტაქსისტობის, ამდენი რია, ვუი, მთელი ამბები მოხდი ცივილიზებულ წყნარ შვიდ გარემოში. პერიოდში მიშა უკვე გახდა პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს პროცესები წავიდა აქტიური მდგომარეობა და გახსოვთ ხო მიშას დროს მოდის ხალხი ყველა ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პირველი პირი აუცილებლად მარიოჩი უნდა დარჩენილიყო. ფაქტიურად ყველა საერთაშორისო პოლიტიკური შეხვედრები უცხოელებთან 1000 მიმდინარეობები ყველა პროცესი ხდებოდა ამ სასტუმროში და გინდა არ გინდა ხდებოდი ამ პროცესების ძალაუნებური მოწმე. სასტუმროში იყო ერთი Land Rover-ი, ჯიპი, ამ მანქანაზე დავჭექი და ამ იგაილს სიარული არ უყვარდა. არა, მანქანით თუ დასჭირდებოდა, მიდიოდა, მაგრამ არ ჭირდებოდა ხოლმე. ძალიან ერთი თუ ქორთიაჩი გადავიდო და ეგ იყო და სუფეხი დადიოდა და ძირითადად სასტუმროების საქმეზე დავდიოდი კიდევ აი დელეგაციების შეხვედრებზე, ახლა სტუმრები ხომ მოდიოდა, მთელი პროცესები მიდის. და ფაქტობრივად ახლა ახო ბევრი დეპარტამენტებია სასტუმროში, ეგ რესტორანი, ადმინისტრაცია,
ჰაუსკიპერები და კოლექტივია რა ბოზავს ამ მარიოჩი როგორც მახსოვს ერთი 120 კაცი კოლექტივში ჩავეფალი რა და ისეთი პოზიცია მქონდა რომ ყველასთან მქონდა კავშირი რა და აი თითქოს ისეთი შეგრძნება დამართ აი მოხდი ისეთ ადგილას აი სადაც უნდა მოხდე ძალიან თბილად მახსენდება ეს პერიოდი და რა ვიცი აი ტრენდება კავშირი მარიოტის თანამშრომლებთან როგორც სახში ერთი ოჯახი ისე ვიყავით და ამ დროს ახლა ჩვენ აქ არისტოკრატიულ სვეტსკი ასე რომ ვიტყვით სვეტსკის სიტუაციაში ვარ და გარეთ უკვე ჯერ კიდევ არ არის დაწყნარებული სიტუაცია უკვე მიშა შეუდგა მაგრამ ქვეყანა უკვე ქვეყანას ემსგავსებოდა ეს ფაქტია შესასვლელი გასასვლელი ფაქტობრივად ყველაფერი ვიცოდით ეს ტურნები და ერთ სიტყვით ძალიან საინტერესო და ისეთი პერიოდი მაქვს გატარებული წარმოიდგინეთ აქ ვიყავი მარიოტის თანამშრომელი ვიყავი 2004-დან 2009 წლამდე მაჯესტიკი იყო ძალიან პოპულარული ადგილი და ვინმე დიპლომატი ელჩი ან პოლიტიკური წარმომადგენელი რომელიც ქვეყანასთან იყო დაკავშირებული ყოველთვის ხდებოდა ამ კაფეში და ამ ტერიტორიაზე ის ხომ შეხვედრები ხდებოდა გინდა არ გინდა ამ პროცესის მონაწილე იყავი რა დაუსწრებლად თავად ეხა რუსთავეზე რაც ხდებოდა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობა მით უმეტეს ეხა მე აქ გაზრდილი ვარ დაბადებული სახლიდან სახლში მოვხდი ასე რომ თქვა უბრალოდ ის ქუჩური უბები, გადარეულებები, გიჟობები უკვე რაღაც წასულში წავიდა და წეღანაც რო თქვი ფაქტიურად სულ სხვა სამყაროში მოხდი სამყაროში სადაც ვალდებული ხარ იყო გამოსული, განათლებული, აკითხი და რაღაცნაირად ჩემი სამყარო შეიქმნა თავარია ხდები შენი ქვეყნის სახე, იმიტომ მთელი ცხოვრება სულ მაგას ვიძახდი რომ სპორტსმენი რო ხარ შენი ქვეყნის სახე დიდობაში და ტურიზმის ხარ შენი ქვეყნის სახე და ასე ვთქვათ ის აზრი და არსი რასაც ვამბობ მარიოტიდან დაიწყო. ესე იგი ძალიან ვამაყობ იმით რომ ვარ ჩემი ქვეყნის სახე და უცხოელი თუ დიპლომატი თუ წარმომადგენელი სხვა ქვეყნებისა თუ ეცნობოდნენ საქართველოს მის კულტურას, ტრადიციებს და ასე შემდეგ იწყებოდა სასტუმროდან და ამ სასტუმროში ესეთი სახე მე ვიყავი და ძალიან მიხარია და ვამაყობ რომ და მადლობა ხმეს რომ აი ესეთ გარემოში მოხდი და დღემდე ვემადლიერები ამ გარემოს აბსოლუტურად ყველაფერი ვიცოდი, სად რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და მარიოტს ეკუთვნოდა მაშინ ქორთიად მარიოტი, რომელიც თავისუფლების მოედანზეა, მე მან წავალთ უკვე შემდეგ ვიდეოში გეტყვით ამის შესახებ და ერთ-ერთი თავისთავად ახლა მოდიოდნენ აქ. კანონებრივად ზოგჯერ ხო, კიდევ რა მომწონდა აქ, რომ პრესკონფერენციები ხო იმართებოდა, შეხვედრები და ასეთი რაღაცეები, საინტერესო ისტორიული მომენტები და ამ პრესკონფერენციებზე საშუალება მქონდა მომესმინა და საშუალება მქონდა ცნობილი ადამიანები ახლოს მაინც მენახა. არა ტელევიზორით, არა მაშინ ინტერნეტი არ იყო ესე გავცვლი, მაგრამ მე ცოცხლად მქონდა შეხება და თუ მოვინდომებდი ფოტოსაც გადავიღებდი და ბოლოს ხელსაც ჩამოვართმევდი. და ამ პერიოდში ერთ-ერთი დამახსოვრებელი მომენტი იყო ჯორჯ ბუშის ჩამოსვლა. მოგეხსენება ჯორჯ ბუში პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო, რომელიც დროში ჩამოვიდა, ეს ძალიან დიდი მოვლენა იყო და დაცვის უმაღლესი ზომები იყო მიღებული და როგორ მახსოვს დაცვა ძალიან განსაკუთრების ზომებს იღებდა და ერთ-ერთი ასეთი საპატიო რაღაცები მარიოტიდან ქორთიაჩი გადაგქონდა და მე მქონდა მარტო უფლება გადამეტანა ის რაღაც არ ვიცი ფესაიდუნო რაღაცეები იყო და მთელი რუსთაველი ხო შეყო და მე ამ რუსთაველზე ჩემი მანქანით მოდიოდი დავქროდი და ვიყავი ერთ ამბავში.
და ერთხელ ვიხსენებ რაღაცა დავალება მომცეს ამერიკელებმა უნდა გადამეტანა ქორთიათში რაღაცა ყუთით და აქ იყო ეს ჩვენი სამთავრობო დაცვა და არ მიშვებდნენ რა არ ნებართვა არ აკავთ რა ვიცი რაღაცა გაურკვევლობა იყო და დავიწყებდი იმას და ესე იგი აქიდან ქორთიათამდე რამდენი ახლა 2-3 წუთი გინდა და მანქანა არ ჩანს მანქანა არ მიდის რა უნდა მიმეტანა ეს რაღაცა და ეს რომ ამ დაცვის წევრება გამაჩერეს ახლა ვაიმე ისეთი ამბავი აუტეხეს ის მეუნება კაცო რა ვერ გითხარიო ასეთი სერიოზული კაცი თუ იყავი და რა ვიცი გეუნები მიშვებენ ეს კაცი ვარ აკიტიკი დავდივარ მეთქი და თან საშუალო რა ვიცი რაღაცა არის ხო იცი აქ როგორ არის ხოლმე თანამდებობის პირები ეხლა რომელიც ხუთ მე დაუწყებდი მაგრამ კარგად დიდი საყვედური უთხრეს იმის გამო რომ მე იქ არ გამიშვეს სასაცილო ამბავი მინდა კიდევ მოვყვე გავიხსენო ეხლა ბუში ხო იყო ახლა და რა ვიცი აიდან მოვიდნენ ვინ მოვიდნენ გაიგეს რომ მე ასე თავისუფლად დავდივარ ამ სასტუმროებში და ერთი ორი ადამიანი მოვიდა და მეუნება სწორედ დამირეკეს ან საიდან გაიგეს ჩემი ტელეფონის ნომერი და ერთი წერილი გვაქვს წერილიო და თუ არ შეგიძლია ჯორჯ ბუშ მიაწოდო ხარი მე რა უნდა მივაწოდე ესეთი არა ხო დადიხარო და უთხარიო რომ აი მოქალაქეებს რომ რაღაცა იდეები გვაქვს რაღაცაო და მეთქი ეხლა თქვენ თვითონ შეაფასეთ რასე რაჯო ხალხს ეგონა რომ მე აზე პირდაპირ მივიდიოდი ჯორჯ ბუშსა და ხეს ნებისმიერ დროს ჩამოვარწმენდა და დაველაპარაკებოდი და ხო იცით ეხლა სამთავრობო მისმა მოსვლაში თავისი პროტოკოლებია, თავისი წესებია. შეუყურებდა როგორც ხდება, მასი არ არის მთელი პროტოკოლური სამსახურები და დაცვის და მთელი ამბები ტრიალებს. მაგრამ მე ამას ყველაფერს გადმოცემ, როგორც ჩვენ სტილში, ნებრივად და ნატურალურად. ყოველი შელამაზების და იმის გარეშე, მაგრამ ესეც ხო ჩემი ცხოვრების ნაწილია. და მივყვეთ ამ ჩვენ რუბრიკას ქრონოლოგიურად. კარგით მეგობრებო, ეხლა მე დავამთავრებ ამ ვიდეოს და შემდეგი ვიდეო უკვე იქნება 2008 წლის ომის ქრონიკული ისტორიული მომენტები და როგორ მოხდა და ძალაუნებურად მე ეპიცენტრში მოხვდი იმ მოხსენებად ომიანობის დროს ძალიან ბევრი ჟურნალისტი ფაქტურად 60 ქვეყნის ჟურნალისტი იყო ჩამოსული აშუქებდნენ და საკმაოდ საინტერესო ემოციური მომენტები იყო და ამ ეპიცენტრში მომიწია ყოფნა. აბა დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ იმედია საინტერესო ვიდეოში. ყველა წარმატება, ბედნიერება და სიხარული.